სალამი, მოგესალმებით. ჩვენ დავიწყეთ ჯონ მაკარტურის წიგნის ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალიესო სრული ისტორიის ქართულ ენაზე გადათარგმნა, რომელიც 2013 წელს დაიწერა და ჩვენ ავართ მესამე ქვეთავზე პირველი ნაწილისა. ესე იგი, პირველ ნაწილს ქვია უფალი იესო ქრისტეს მოლოდინში. პირველი ქვეთავი იყო იესო ქრისტე თავდაპირველად არსებული შემოქმედი და მხსნელი და პარალელური მუხლები იყო მთელი ბიბლიიდან მოყვანილი. მეორე ქვეთავი იყო კაცობრიობის ცოდვაში ჩავარდნა, ხოლო მესამე აგერ ქვეთავი არის ქმნილების დაწყევლა. შეგიძლიათ მოიძიოთ YouTube-ის არხზე უფრო ადვილად, ან კიდევ თუ კედელს გაყვებით Facebook-ზე, იქ ნახავთ ამ თავდაპირველ იქ შესავალიც არის გაკეთებული, რა მიზანს ემსახურებოდა ამ წიგნის დაწერა და კიდევ ერთხელ გავუმეორებ, ვინც პირველად შემოგვიერთა ამ წიგნის მოსმენაში, თუ გაგებული გაქვთ სახარებების ჰარმონიები, ეს არის უფრო გავრცელებული. მთელი ბიბლია იესო ქრისტეზეა დაწერილი, მთელი ბიბლია ეძღვნება ხსნას, ადამიანის ხსნას და ყველაფერი თანმიმდევრულად, რომ ყველა წიგნში არის სახარება მოცემული, აბსოლუტურად სახარებამდე. და იესო ქრისტეს პიროვნება არის ცენტრალური ფიგურა, ასე რომ ეს ისახავდა მიზანს, რომ ერთი მთლიანი ისტორია ყოფილიყო და ამიტომ ერთი სრულყოფილი ცხოვრება. ვინ თუ არა იესო მიცხოვრა სრულყოფილი ცხოვრებით და სრული ისტორია უფალი იესო ქრისტეს. მოდით ახლა მოვუსვინოთ მესამე ქვეთავს. პირველი მუხლები, რა თქმა უნდა, იწყება დაბადების წიგნიდან, მესამე თავიდან, სადაც იწყება უკვე დაწყევლა. ზუსტად აქ შევჩერდი ჩვენ, როდესაც კაცობრიობა ცოდვაში ჩავარდა და ბუნებრივია ამას მოყვებოდა ღმერთის დაწყევლა. მე-13 მუხლიდან, მესამე თავის დაბადება. უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: ეს რა ჩაიდინე? თქვა ქალმა: გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რადგან ეს ჩაიდინე, წყეული მციყავ ყველა პირუთხ შორის, ველის ყველა ცხოველს შორის, მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ. ჩამოვაგდე მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე. უთხრა ქალს: დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმნისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე. უთხრა ადამიანს: რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელსაც გითხარი რომ არ შეგეჭამა, წყეული მციყოს მიწა შენს გამო. ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. ეკალსა და ძეძს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები. შემდეგი ჩვენ ხვდება საინტერესო ადგილი ფსალმუნები. 99 ფსალმუნი 7-დან მე-10 მუხლების ჩათვლით. რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულის წყრომით შეზრწუნდით. თვალწინ გაქვს დადებული ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი საიდუმლო ცოდვანი, შენი სახის სინათლეზე, რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით. ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნ თქვა და ჩვენი დღეების რიცხვი 70 წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს 80 წელიწადი. ამადგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ. შემდეგი არის ფსალმუნი 153. მუხლები 3-4. უფალო, რა არის კაცი რომ იცნობ მას, ძიადამისა ყურადღებას რომ აქცევ, ადამიანი ამოსუნ თქვა სავითაა, ჩრდილივით წარმავალია მისი დღეები. ეკლესიასთან 1-2. ამაოება ამაოებათა, ამბობს ეკლესიასთან. ამაოებათა ამაოება ყოველივე ამაოებაა. 3:19-20 იგივე ეკლესიასთან. ვინაიდან ხვედრი ადამის ზეთა და ხვედრი პირუტყვისა ერთნაირია, როგორც ერთი კვდება, ისე მეორეც. ერთი სუნთქვა აქვს ყველას და არ აღემატება ადამიანი პირუტყვს, ამიტომ ამაოებაა ყოველივე. ყველა ერთ ადგილზე მიდის, ყოველივე მიწისგან წარმოიშვა და მიწასვე უბრუნდება. ეკლესიასთან 12:7. ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაუბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა. ამაოებათა ამაოება თქვა ეკლესიასთან, ყოველივე ამაოებაა. რომელთა 8:1-2.
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრე არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად, რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამანთავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან. ასევე რომაელთა იგივე მერვე თავის მე-9-დან 22 მუხლების ჩათვლით. ვინაიდან ქმნილება მოუთმელად მოელის ღვთისშვილთა გამოჩენას, რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამავებას, არამედ მისი დამორჩილებლის მიერ იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლება ხრწინილების მონობისაგან, ღვთისშვილთა დიდების თავისუფლებისათვის, ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე. გალატელთა წერილის მე-4 თავის 4-5. და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისიძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს, რჯულის ქვეშ ყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო. 1 იოანეს 3:8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესწოდა, ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი. მადლობა მოსმენისათვის.